ხდება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე კამათობენ ქალი და მამაკაცი, საუბარია თამთა ჯანჯღავაზე და გურამ ნოზაძეზე, ირაკლი ნოზაძეზე უკაცრავად. შემდეგ 1 წუთს გრძელდება ამ ეზოში თავდასხმის შემდეგ ქალის ყოფნა 1 წუთს გრძელდება და მოგვიანებით ამ ეზოს ტოვებს. ჯერჯერობით მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალის წარდგენება მოხდება ხვალ და სავარაუდოდ ხვალვე იმშელებს სასამართლოს. ეს ქუჩის ბიჭების სოლისტის პიკასოს დაჭრის კადრებია. მას 2 დღის წინ თავს ქალი დაესხა. კადრი იმ დროს იწყება, როდესაც მუსიკოსი და ქალი ვარდისფერი მაისურით მის მიღმა კამათობენ. კადრში პირველად თამთა ჯანჯღავა ჩდება. მას ირაკლი ნოზაძე ხელს ურტყამს. პარალელურად კი ჯანჯღავა ნოზაძეს სავარაუდოდ დანას უქნევს. ნოზაძე ეცემა. კადრში ჩანს მამაკაცი, რომლის რეაქციით მისახვედრია, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრილია. თამთა ჯანჯღავა არ გარბის. ხელში სავარაუდოდ დანა ისევ გაშლილი უჭირავს. სხვების გასაგონად ბევრს საუბრობს. ეს სცენა 34 წამს გრძელდება. კადრს ხმა არ ახლავს. სავარაუდოდ ამ დროს მისავე ავტომობილთან წაქცეული ირაკლი ნოზაძე სისხლისგან იცლება. მასალაში ჩანს თამთა ჯანჯღავას თანმხლები ქალიც. ყველაფერს ხედავს და თავდასხმის ადგილს ტოვებს ჯანჯღავასთან ერთად. მინი კუპერის მარკის ავტომანქანასთან მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ჯანჯღავა კიდევ ჩერდება. რაღაცას ამბობს და ეზოს 18 წამში ტოვებს. სცენას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. ამ ეზოში კურიერის მაყურებლისგან განსხვავებით ყველას ესმოდა, რაზე კამათობდნენ ჯანჯღავა და ნოზაძე. ახალგაზრდა ქალის ადვოკატი არ გამორიცხავს, მიზეზი ვალი იყოს. წინაპირობა იყო, რომ ეძახდა, ჩამოდი, ის ჩამოვიდა, კონფლიქტი მოუხდათ ერთმანეთთან და ნუ დანა